აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუძელი. გახსენია ხოს. აუ რამ ხელამარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვრიჩი კონდა წეხან თითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. გადააგორე მიდი კვერცხი. ო, დამაცადი. განათლოსო თქვი. განათლოს. ვინა განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო ხალხი წამოსულე. ანც ესე გახსენე გვენა შენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში, სულზედ აქ მიკრული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ახლა ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წებნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იყურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. დედა ჩემი სიკოძენე. ესე ვერაფერს ახალს მომკო, ვეღარ უყურები თვალდანა. ფერზე მაინც ახალ უნდა მეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე სენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ რომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალეტი, ის საცუდავად მოკვდა. საცუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს ტვინსი არა. როდეს წამიყვან კოტია გეკნა, როდეს წამიყო. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავა კაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთ ხო, ბიჭო, იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხო მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. სილკნეტი. უი, ვახუძია, სილკბანკში 500 ლარიანის ეს სილკნეტის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილურის ნომერი კონდეს სილკნეტის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ? ხო, სილკის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, მა პლიზ რა ესეთი თუცადოთ. კაი, ხო, ვცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. დაწეკით ხოლმე, ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. დაიმე დედა. რას აკეთებ, კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჭდე ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს, კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი.
იმედი და ტაძრიდან თუ დარწმუნში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, კალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი კი არა. გახსენი მეთქი სალაროები. აი მე ბატონო რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ზარფაში ვარ მოყოლილი. გადი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთი ეგი არა ხიშანი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დაგის უყურ. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იადაგზე. ამ ჩანტაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. ასო ტუალეტ შუარი ხადა რო გამოვალდა გირეკა. დე ვიღაცაა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რაბი მქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო, ცოტა კი ავირიე, ხო. აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტ შუარა საკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშვებს ამარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემთვის ცოტა პრობლემური კუჭნაწლავია აქ, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და პარეხა ესეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დე რელიფს ამბობ. გოდით რა ორი წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები და რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ახლა. ხო, ეს არის თხრიალის ხმა. აი უყურეთ. ჩოთი მიდი. ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალ აქედან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩარდეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა რო 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გულდი კერქს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ რა ჩამირთეს ეს? აუ მე რა მგონია ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ 3 წელს ვიყავ ვინგამროიპო ეცით სახში ჯადო. რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდეთ ჩარჩობილი. მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებზე ძაფების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზალოტოსმა პირი დამწვა. არა არ მომიტანია გადამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებსია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. ის მინდა რა ქნით სიმანტკარადაში ქვემოთ არის ომარიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ხო დამაცადი. განათლოსო თქვი. განა
დი ვინ გაანათლოს? კოტე პაპა უნდა გაანათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო თხარად წამოსული. ან ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სუზადაკ მიკრული? აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ასე ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილი აქვს საფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წებნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. მამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. დედა ჩემი სიკოდენე. ესე ვერაფერს ახალს მომკო, აღარ უყურები თვალდანა. ფერზე მაინც აღარ უნდა მეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. დი აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საწოდავად მოკვდა. საწოდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაითრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები დაგავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს თქვენსი არა. როდეს წამიყვან კოტია გეკნა, როდეს წამიყო. ინგლისურ უთხრა ბურგერიბიო გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ადგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიღოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროს დავით ბორშია. ჩვენ ცუდი კურიერი გავს. გისმენთ. გითინ დუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შენ როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni gamitisha. Არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთ ერკველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავწახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარცხა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჩაფურიც თო მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადედა მოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულებით. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე?
დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მზეს უმზირა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილი გამოდიოდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ეს? აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვიჭი კონდა წეღან დიდი. მონაწოდე მეც დავიღე. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რო ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი როსახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია ვისელოდები. მიდი ხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინდადი და არის ნერვულოს ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესემით რა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილოთ წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთი თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭრები უკან. ეშვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეჭე და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? ძალიან დავარტყინე და. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე. გადასახადების ფულია ეს და ციგნების. თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს, ეს ერთი. და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში. რაღაცა ბრძულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული, მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. წაგიყვანო ომარიკო, წამოხვალ? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შეერობღავილი დაიწყე. და შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავანოთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხო მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლე სისხლი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ ერიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ?
ტელევიზია, Samsung-ი, ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ესეც Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობები კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. please რა ესეთი ცუდად. კაი, ხო, უცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რა წასასვლელი ვარ და. ძალიან მეზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. ურშტილი ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამძრო ჩააგდე ხელებში მეკთანს. ვრიებს იხსენებ შენ კიდე. რო არა მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა, მოგზანდით. მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავიდან გავიგვიდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლო ჩვენ ნახეთ თქვენი CV, ფურცელი, რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ანეზღაურება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმროა აქ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. ნება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა კათხი მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხوار მოგიწია. არა, ძალიან საყვარელი ხალი იყო, დაგიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთესი ვის ნახავენ ხადა? არა, შენზე უკეთესი უნდა იყო, მიღადავები? ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია, 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვთ მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებით საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს, სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ, მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულებით. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წუჩი კონდა წერან დიდი. მომაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო. ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტიტიდან. ამოდით უნდა ბიგასტიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა.
რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხუთეკლამ ხომ მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინკეთი და არის ნერვიულად ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხუთეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? რაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტო სათამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თვითონ გეყიდა. ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენდა კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებო მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს.